დისკომფორტი ყვავის დროს, ხმის ტემბრის შეცვლა, სუნთქვის გაძნელება და უცხოს სხეულის ან ზეწოლის შეგრძნება ყელის არეში. Რაღაც ის დავუშვათ ლუკმის გადაყვავის დროს გარკვეული დისკომფორტი. ეს შეიძლება არ მოგეჩვენოთ, ასე ვთქვათ, ძალიან ესეც ყურადსაღებ სიმპტომად, თუმცა გარკვეული სიმპტომების ერთობლიობამ აუცილებელია, რომ მიგიყვანოთ ენდოკრინოლოგთან, რადგანაც შესაძლოა, რომ ფარისებრი ჯირკვალში გქონდეთ კვანძი. თიკა, გეთანხმები, ეს ჩამონათვალი საკმარისია იმისთვის, რომ ეჭვი მივიტანოთ ფარისებრი ჯირკვლის კვანძზე. თანაც ფარისებრი ჯირკვლის კვანძი შეიძლება გაჩნდეს მაშინაც კი, როდესაც ფუნქციურად სრულადაც გამართულია, ხო? და არ არის მაგალითად რაღაც ფუნქცია დაქვეითებული. ხო, გამართული ფუნქცია გასაგებია, მაგრამ სხვადასხვა ამ სიმპტომების გარდა თუ გაუმართავია მისი ფუნქციები, ანუ თუ დარღვეულია, შეიძლება სხვა სიმპტომებიც გაჩნდეს და შეგვიძლია ეს ჩამოუთვალოთ ჩვენს მაყურებელს. ეს არის საერთო სისუსტე, ადვილად დახლა, კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევა, თმის ცვენაც, ხელების კაკალი, ჭარბი ოფლიანობა, მეხსიერების გაუარესება, ადვილად გაღიზიანება, ასევე წონის მატება ან კლება, გულის ცემის აჩქარება, შეიძლება შენელებაც იყოს გულის ცემის და არტერიული წნევის მომატება. და უნდა ვთქვათ ისიც, რომ ფარისებრი ჯირკვლის კვანძის შემთხვევების 5% შეიძლება იყოს ავთვისებიანი. ეს არ არის, ასე ვთქვათ, წამყვანი ონკოლოგიური მიმართულება ზოგადად, არ არის, ასე ვთქვათ, რთული შემთხვევა, იმიტომ რომ საკმაოდ მარტივად შეიძლება დაძლევა აი ამ არც თუ ისე სასიამოვნო მდგომარეობის. რაც თავარია, შედეგები არის ძალიან კარგი, ამიტომ შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ ამ თემაზე ჩვენ სტუმართან ერთად. დღეს გვსტუმრობს კლინიკა N-Medic's ენდოკრინოლოგი მარიამ ასათია. მარიამ, პირველ რიგში წყალშემოქმედაზე. წყალი მთის 0% ბრომატით, წყალი მთის სიცხორით სრულყოფილად. და თან ვისაუბროთ პარალელურად, თან წყალიც მივიცავთ. მარიამ, გითხარით, რას წარმოადგენს კვანძოვანი ჩიყვი? კვანძოვანი ჩიყვი საკმაოდ გავრცელებული დაავადება. ამ დროს ფარისებრ ჯირკვალში არის წარმონაქმნები კვანძოვანი წარმონაქმნი, შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე კვანძოვანი წარმონაქმნი. ამ დროს თვითონ ფარისებრი ჯირკვლის საერთო მოცულობა ნორმის ფარგლებში შეიძლება იყოს, ან მომატებული, ან სულად შეიძლება იყოს შემცირებული ზომაში საერთო მოცულობა. გამოწვევის მიზეზები აქვს, საიდანაც შეიძლება ეჭვის მიტანა. კვანძოვანი ჩიყვის ესე ზუსტი გამომწვევი მიზეზი ცოტა რთული სათქმელი არის, მაგრამ არის რამდენიმე მიზეზი, რამაც შეიძლება განაპირობოს ეს. ერთ-ერთი არის ავტოიმუნური თიროიდიტი, იგივე ჰაშიმოტოს თიროიდიტით არის უფრო გავრცელებული, როდესაც ანტისხეულები აზიანებს ფარისებრ ჯირკვალს. ამას ვერ გზნობს ადამიანი, ხო? სამწუხაროდ ვერ გზნობს ამას. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს იოდის დეფიციტი, ასევე რადიაციული ზემოქმედება და ყველა დაავადებას, არა მარტო კვანძოვანი ჩიყვს, როგორც სხვა დაავადებებს, მეტი წილი უკავია გენეტიკურ წინასწარ-განწყობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ერთ-ერთ მიზეზად, რომ აღნიშნოთ. მარიამ, ჩვენ სიმპტომები ჩამოთვალეთ. საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის თქვენი მონაყოლები, სიმპტომები, რა სიმპტომები ახასიათებს აი ფარისებრი ჯირკვლის ან კვანძოვან დაავადებას. კვანძოვანი ჩიყვს ისე კონკრეტულად სიმპტომები ნაკლებად, უმეტეს შემთხვევაში არის ასიმპტომური. გარდა იმ შემთხვევებისა, თუ არ არის კვანძი საკმაოდ დიდი ზომის, რომელიც იწვევს ზეწოლას ირგვლივდებარე ქსოვილებზე. ამ დროს შეიძლება პაციენტს ჰქონდეს ჰაერის უკმარისობა, ყლაპის გაძნელება, სუნთქვის გაძნელება. ტემბრის ცვლილება, ესე ვთქვით. შეიძლება იყოს ტემბრის ცვლილებაც კი. შეიძლება ასევე თვითონ კვანძი იყოს ჰორმონალურად აქტიური და გამოიმუშავებდეს ფარისებრი ჯირკვის ჰორმონს თავისუფალ თიროქსინის დიდი რაოდენობით, რასაც ქვია ჰიპერთირეოზი, ანუ გაძლიერებული არის ფარისებრი ჯირკვის ფუნქცია. ასეთ შემთხვევაში პაციენტს აღენიშნება წონის კლება, გაძლიერებული ოფლიანობა, საერთო სისუსტე, გულის ცემის აჩქარება, ადვილად გაღიზიანება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში კვანძებისა მიმდინარეობს მაინც ასიმპტომურად. ესეთი ჩივლები ძალიან დაბალ პროცენტში გვხვდება. აი თქვენ ბრძანეთ, რომ საკმაოდ ხშირიაო. მაინც რო გითხრათ გავრცელების, ესე ვთქვათ, გავრცელებას რაც შეეხება დაახლოებით 50-დან 65%-ში გვხვდება მოსახლეობის. უმეტესი წილი მოდის მაინც ქალებზე.
65%-ში. ნაკლები პროცენტი არის მამაკაცებში, მაგრამ აქ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ მამაკაცებში როდესაც დადგინდება უკვე კვანძოვანი ჭიყვი, მაღალი არის იმისა, რომ ეს იყოს ავთვისებიანი. მამაკაცის შემთხვევაში ზოგადად კვანძები 90% არის კეთილთვისებიანი, 5-10% არის ავთვისებიანი, მაგრამ მამაკაცებში კი დაბალია პროცენტი გავრცელებისა, მაგრამ მისი ავთვისებიანობა უფრო მაღალია. და აი დიაგნოსტიკა სადაც შეეხება, როგორ ხდება, დიაგნოსტიკა დაახლოებით 3-7%-ში ხდება პალპაციით, ანუ ხელით რო ხდება გასინგროფარისებრი ჯირკვლის, მაგრამ ეს არ არის ობიექტური გამოკვლევა. მაინც პირველ ადგილზე არის ულტრაბგერითი კვლევა, ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა. აქ ნახავენ თვითონ კვანძის ზომას, სტრუქტურას, კიდეების არსებობას, შეფასდება აქვს თავისი დამახასიათებელი ნიშნები, რამდენად საეჭვო ნიშნებია. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გახდეს კვანძის პუნქციური ბიოპსია, წვრილნებსიანი ასპირაციული ბიოპსია, როდესაც ციტოლოგიურად ხდება კვანძის შეფასება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეფასდეს თვითონ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. იმიტომ რომ ხშირად მოდიან პაციენტები და ამბობენ, რომ აი სრულყოფილად მაქვს გამოკვლეული ფარისებრი ჯირკვალი და როდესაც დეტალურად გამოვკითხავთ ანამნეზს, მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის ეხოსკოპია არის გაკეთებული. აუცილებლად უნდა ინახოს თვითონ როგორ ფუნქციონირებს და რამდენად გამართულად მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი. ამიტომ უნდა შეფასდეს მისი ჰორმონალური სტატუსი, თირეოტროპული ჰორმონით და თავისუფალი თიროქსინის განსაზღვრა. იმიტომ რომ ამ ჰორმონების დარღვევამ შეიძლება სერიოზულ გართულებამდე მეგვიყვანოს. და კიდევ ერთ-ერთი სადიაგნოსტიკო მეთოდი ეს არის ფარისებრი ჯირკვლის სინტიგრაფია. მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი არის უფრო რადიოლოგია, ულტრაბგერითი კვლევა. მე რა თქვით, სინტიგრაფია არის ულტრაბგერითი კვლევა, კიდევ სხვა კვლევა. ეს სხვა დამატებითი კვლევა არის, კი. რაღაც დანადგარი ხდება. თქვენ თქვით პალპაცია, აი დავუშვათ მკერდის შემთხვევაში, ქალბატონებს ურჩევენ ხოლმე რომ პერიოდულად ჟღაპის დროს რაღაცა მოისინჯოს მკერდზე, რაღაცა ხომ არ არის რამე სიახლე. ამ შემთხვევაში თუ კი ხელით შეიძლება შეიგრძნოს ექიმმა, შეიძლება რომ დავუშვათ ადამიანმა ესე მოისინჯოს ხოლმე. თუ ეს იშვიათად ნაკლებად არა, მაგას ახლა გამოსვლილი ექიმი, რადიოლოგი იქნება თუ პალპაციით შეიძლება ნახოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ხელით მაინც ძალიან მინიმალური პროცენტია რომ ინახოს კვანძი მდებარეობის გამო, ზომის გამო და ამიტომ მაინც ისეთი სიცხნა თვითონ ეს ფარისებრი რა თქმა უნდა და ახლა იმაში კიდე კვანძის არსებობა და იმის დიაგნოსტიკა და მოსინჯვა ხელის საკმაოდ რთულია. თუმცა ულტრაბგერითი გამოკვლევა საკმაოდ კარგი ინფორმაციაა, 80%-ში ხდება მათი დიაგნოსტიკა კი. მოდით გითხარით კურნალობის ამბებიც, რა ხდება, როგორ ხდება და დაუშვათ ეს არის ქრონიკული პროცესი თუ კი ბატონო. აი აქაც ვიტყვი რომ ხშირად პაციენტები მოდიან უკმაყოფილო რომ დაუდგინდა კვანძი, მაგრამ არანაირი მკურნალობა არ დაუნიშნეს. უშუალოდ კვანძის მკურნალობა არ ხდება, ისე რომ მიიღოს მედიკამენტი და გაქრეს ეს კვანძი არ ხდება. ულტრაბგერის მეშვეობით ნახავენ როგორი შენების კვანძი არის, ზომას ნახავენ, სტრუქტურას ნახავენ, თუ მცირე ზომის არის და არის მშვიდი აბსოლუტურად, უნდა გაგრძელდეს იმის მეთვალყურეობა, დინამიკაში დაკვირვება 6 თვეში ერთხელ ეხოსკოპიის კონტროლი. თუ არის საეჭვო და უკვე ბიოპსიით დადასტურებულია და არის ესეთი ნიშნები, მკურნალობის მეთოდი არის რადიოაქტიური იოდი, ქირურგიული მკურნალობა და შეიძლება მცირე ინვაზიური ჩარევაც რადიოსიხშირული აბლაცია. თუმცა მაინც ახლა როდესაც მკურნალობაზე მიდის და დადასტურებული არის, თქვათ, ავთვისებიანი იქნება, ან შეიძლება ზომიდან გამომდინარე და ზეწოლას იწვევდეს ერგუნდებარე ქსოვილებზე, როგორც აღნიშნეთ ზემოთ, ამ შემთხვევაში გამართლებულია ქირურგიული მკურნალობა. კეთილი და მაგრამ ვიკითხავ კიდევ ერთ რადგანაც ასე ვთქვათ, გამოვლინება გვიანია, ხო და იმდენად არა აქვს სიმპტომები. ცოტა დაგვიანებული, ასე ვთქვათ, მომართვიანო, ცოტა შორს წასული სტადიის შემთხვევაში რა ისა აქვს, ვთქვათ, გამოსავალი ამ შემთხვევაში. შეიძლება იყოს მიუხედავი დავუშვათ ფარისებრი ჯირკვლის. კი, როგორ არა, მოდიან პაციენტები, რომელთაც პირველად უბრალოდ საპროფილაქტიკოდი აწარმოებენ ფარისებრი ჯირკვლის კვლევას და დაუდგინდებათ კვანძოვანი ჭიყვი, რომელიც არის ბიოპსიისას დადასტურებული ავთვისებიანი, თუმცა საბედნიეროდ დღესდღეობით ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები
განსხვავდება სხვა კიბოს ფორმებისგან და საბედნიეროდ არის მართვადი. ძალიან კეთილსაიმედო. კი, კეთილსაიმედო. ეს ვიცი და შორს წასულიც კი ამას ვკითხულობ. კი, ჩაუტარდება ქირურგიული მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში ლიმფოდისექცია, რადიოაქტიური იოდი და იქნება ჩანაცვლებით თერაპიაზე, აქტიური კონტროლი სჭირდება, რა თქმა უნდა. და ჩანაცვლებით თერაპია ეს მუდმივი არის უკვე? კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ფარისებრი ჯირკვალი არ არის და მისი ფუნქცია უნდა შეთავსოს ამ მედიკამენტმა. ხელოვნურმა დანამატმა. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა, რადგანაც ასეთი ხშირია. მადლობა თქვენ. შემთხვევები, ჩვენც ხშირ-ხშირად საუბრობთ ხოლმე ამ საკითხზე, რადგანაც ძალიან კარგია შეხსენება, თუ კი საჭიროა. კიდევ ერთხელ და არაერთხელ ჩვენ ამას გავაკეთებთ იმისათვის, რომ დროულად იქნას, ესე ვთქვათ, ექიმთან მისვლა მოხერხებადი თქვენთვის და რაც მთავარია, დროულად მოგვარდეს ის პრობლემა, რომელიც შეიძლება გაწუხებდეთ, მით უფრო რომ ძალიან კეთილსაიმედოა და ნაკლებად სანერვიულო ყველა დანარჩენ სხვა დაავადებებთან შედარებით. მადლობა მარია. მადლობა.